აი ესეთი ძალიან გემრიელი ისპანახი უნდა მოვამზადოთ კვერცხით. საოცრად გემრიელია, აუცილებლად მოვამზადეთ. დღეს თბილისში წვიმს და ფანჯრის რაფაზე წვეთები უშნოდ ხმაურობს. ყურადღებას ნუ მიაქცეთ. თან კოჯორში ვარ წასასვლელი და კოჯორში კიდე თურმე თოვს. სხვილად დაჭრილი ხახვი მოვათავსოთ გაცხელებულ ზეთში და ცოტა მოვშუშოთ. ხახვი უნდა მოიშუშოს, 2 კბილი ნიორი დავჭრათ ესე წვრილად. ან დავჭლიტოთ, მოვათავსოთ ხახვზე, როცა ნიორს ვამატებთ, ცოტა შაქარი დავამატეთ, ან თაფლი, მე ცოტა შაქარი დავამატე. დავამატე სუნელები, პაპრიკა, უცხო სუნელი და პილპილი. თქვენი გემოვნებით დაამატეთ, რაც გინდოდეთ. დავჭერი 1 ბულგარული წიწაკა და ეს უნდა ცოტა მოვშუშოთ. შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის ბულგარულიც დაამატოთ. დავჭერთ პომიდორი ესე კანიანად და მსხვილად. მაქვს სახში მომზადებული თხელი ტომატი. შეგიძლიათ ტომატ პასტაც დაამატეთ, ცოტა წყალში გახსენეთ და ესე დაამატეთ. რადგან პომიდორსა და ზამთარში პომიდორსაც არ აქვს წვენი. დავამატე პომიდორი და ეს ცოტა უნდა ჩაიშუშოს. ამასობაში ჩვენ დავჭრათ ისპანახი მსხვილად, აი ეს მსხვილად დავჭრათ და მოვათავსოთ ზემოდან. მარილს ვაყრით გემოვნებით. ბევრი მარილი არ დააყაროთ, სანამ არ ჩაიშუშება ისპანახი. ისპანახს ცოტა წყალი დავასხე, იმიტომ რომ პომიდორსაც წვენი არ აქვს. გამოვიყენე 5 ძალი კვერცხი და ესე ზემოდან მოვათავსე. ისპანახი უფრო ცოცხლად დატოვეთ. მე ვიდეოს გადაღების გამო ცოტა მეტად ჩამეშუშა. დავახუროთ და დაველოდოთ კვერცხის მომზადებას. ჩვენ კიდე ცხელ ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავამატე პილპილი, აქ სიმწარეც შეგიძლიათ დაამატოთ გემოვნებით და მოვასხათ უკვე მომზადებულ კვერცხს. კვერცხიც თოხლოდ თუ იქნება, უფრო უკეთესი იქნება, უფრო გემრიელი იქნება. მოვაყარე ოხრახუში და კამა, საოცარი არომატული და სწრაფი ნოყიერი კერძი გამოდის. ასე უცებ იშვიათად მზადება ასეთი გემრიელი კერძი. აუცილებლად მოამზადეთ და აუცილებლად დააგემოვნეთ. ისპანახი როგორც გითხარით, ნაკლებად ჩაშუშეთ, უფრო ცოცხლად დატოვეთ. მე ამ ვიდეოს გადავყევი და ცოტა მეტი ჩამეშუშა.